ეხლა ისინი ძაღლებს იხენებენ იმისთვის, რომ პატიმრები გააუპატიურონ იმ ახალ ინტელექტის ტესტში, რომელიც ზოგიერთმა თქვენგანმა ვერ ჩააბარა, რადგან გონიათ, რომ ეს სიმართლეა, რადგან ამის შესახებ New York Times-მა დაწერა. და თუ ამ ამბის შესახებ არ გსმენიათ, გაგიმართლათ, ან იქნებ უბრალოდ ქვის ქვეშ ცხოვრობთ. ეს იყო New York Times-ის სტატია ნიკოლას კრისტოფის მიერ, სახელწოდებით The Silence That Meets the Rape of Palestinians. როგორც ვიცით, რა თქმა უნდა, ადამიანები ყველგან ამტკიცებენ, რომ ისრაელები გაუპატიურება, პალესტინელები bla bla bla. და ამ კაცმა ეს სტატია დაწერა. ეხლა როცა ვამბობ, რომ ეს სტატია პირდაპირ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჟურნალისტური ეთიკის ნიმუშია, რაც კი ოდესმე მინახავს, ამასაც კი სერიოზულად ვერ ვამბობ, რადგან გაოგნებული ვარ. გაოგნებული. რეალურად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისრაელის მთავრობისა და არმიის სტრატეგია ძაღლები გაწორთნან იმისთვის, რომ შემდეგ პალესტინელები გააუპატიურონ. ეს ისეთი სიბრიყვის ტესტია. რიყვის ტესტია და ეხლა ნამდვილად ვფიქრობ, რომ სოფლიო იყოფა ორ ნაწილად. ადამიანები, რომლებიც ამაზე წამოეგნენ, რადგან ძალიან ადვილად манипуლირდება მათით, და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ხედავენ, რამდენად შეშლილი გახდა ეს манипуლაცია. ოღმერთო, თქვენ საერთოდ გინდათ ამ სტატიის წაკითხვა? წავიკითხოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი იწყება იმით, რომ ყველაზე მთავარ საკითხად წარმოგვიდგენენ გაუპატიურებას. ხო ასეა. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს გაუპატიურება grooming ბანდებში, როცა ეს იმავე ადამიანებისგან მოდის, ვინც მთლიანად პალესტინის საქმეს აფინანსებს. მაშინ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, მარტივი წინადადებით, მიუხედავად იმისა, როგორი შეხედულებებიც არ უნდა გქონდეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, ჩვენ უნდა შეგვეძლოს გაუპატიურების დაგმობაში გაერთიანება. ასე იწყება ყველაფერი. პირდაპირი манипуლაცია თავიდანვე, პირველივე წამიდან. და რატო ამბობ манипуლაციას? საინტერესოა ჩემთვის, რომ ეს სტატია გამოვიდა იდეალურ დროს. ზუსტად იმავე დროს, როცა გამოვიდა სერიოზული სტატია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რაც რეალურად მოხდა 7 ოქტომბერს. იცით, როცა პირს მორგანი გამოდის და ამბობს სრულიად საშინელ და იმაზე უარესსაც კი კვიდრე უკვე ვიცოდით, რაც მე შეუძლებლად მიმაჩნდა, მათ შორის აშკარა მტკიცებულებებს ჰამასის მიერ ჩადენილ შემზარავ სექსუალურ დანაშაულებზე, რასაც მათი დაბრმავებული დამცველებიც უარყოფენ, მაშინ ხვდები, რომ საქმე მართლაც ძალიან ცუდადაა. ეხლა გაფრთხილება. დეტალებს არ განვიხილავ, მაგრამ თუ გსურთ გაიგოთ რა მოხდა სინამდვილეში, გადახედეთ ამ Daily Mail-ის სტატიას. მაგრამ როცა ეს სტატია გამოდის, რომელიც ყველაზე დიდი გამოძიებაა იმ ყველაფერზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა და მართლა ასეა, ეს უბრალოდ საშინელებაა. ეს სიტყვებიც კი ვერ გადმოსცემს. ეს სიტყვებიც კი არ არის საკმარისი. ამავე დროს New York Times-ი გადაწყვეტს გამოაქვეყნოს ეს საოცარი, ლამაზი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ისრაელი ძაღლებს პალესტინელები გაუპატიურებისთვის. და ეს გულწრფელად უბრალოდ საოცრად საწოდავია. ბევრი თვალსაზრისით, არ ვიცი, მიხარია თუ არა ეს სტატია, მაგრამ ფიქრობ, რომ რადგანაც ისინი ასე შორს წავიდნენ თავიანთ სიგიჟეში, უბრალოდ ამით ამტკიცებენ, რომ ჩვენ მართალი ვართ. იცი, ხანდახან ისინი რაღაცას მოიფიქრებენ, რაც შეიძლება სწორიც იყოს და შეიძლება არასწორიც. და ამიტომაც ხალხი რჩება გაურკვევლობაში, არ იციან მთლიანად ამ საკითხში სად განან. მაგრამ ზოგჯერ ისინი იმდენად ცდებიან ყოველგვარ ზვარს, რომ ყველა ფიქრობს, ისინი აშკარად გვატყუებენ. მე მგონია ეს დაახლოებით იმ სურათს გავს, რომელიც მაქს ნურდოუნ გამოაქვეყნა. ისრაელი ასწავლის ოქროს თევზებს, რომ არა პატიმრებს მასტურბაცია ჩაუტარონ, ხო ასეა. და ეს არის მტკიცებულება. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათი, რომელშიც ოქროს თევზი ისრაელის ფორმაშია გამოწყობილი. სწორედ ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ისინი ძაღლებს ავარჯიშებენ, რომ პალესტინელები გააუპატიურონ. ღმერთო, რამდენად დაბლა შეიძლება დაეცე. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი. მე მეირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. ეხლა ვნახავთ რა სიტყვის Scott Jennings-ი ამაზე, რადგან ღმერთს მადლობა, მას ბევრი აქვს სათქმელი. მაგრამ ჯერ ძალიან მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. უნდა ვისაუბროთ Medicare-ზე, რადგან თუ Medicare-ზე ხართ, დაფიქრდით როგორ აირჩიეთ თქვენი გეგმა. ვინმემ შეადარა ყველა ვარიანტი და დაგეხმარათ, რომ ისეთი ვარიანტი მოეძებნა, რომელიც საუკეთესოდ მოერგებოდა თქვენს ექიმებს, დანიშნულ წამლებსა და საჭიროებებს, თუ უბრალოდ რამდენიმე გეგმა მოგცეს და გითხრეს აირჩიეო. უმეტესობისთვის სამწუხაროდ ეს მეორეა. და სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ chapter-ზე, რადგან chapter განსხვავებულია. ისინი დამოუკიდებლები არიან და ერთადერთი Medicare მრჩევლები არიან, რომლებიც ადარებენ ყველა ხელმისაწვდომ გეგმას ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ იმ გეგმებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აძლევთ სარგებელს. ისინი ამოწმებენ თქვენს ექიმებს, რეცეპტებს და პრიორიტეტებს და შემდეგ გირჩევენ გეგმას, რომელიც ნამდვილად შეგეფერებათ. მათი მრჩევლები ხელფასზე არიან.
ასე რომ ისინი ნამდვილად არ გიბიძგებენ კონკრეტული გეგმებისკენ. ისინი იქ არიან, რომ დაგეხმარონ სწორად აირჩიოთ. თუ უკვე სწორ გეგმაზე ხართ, გეტყვიან ამას. თუ არა, დაგეხმარებიან გეგმის შეცვლაში. წინა წლის უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებმაც ჩაფთერის საშუალებით შეცვალეს გეგმა, საშუალოდ $100-ზე მეტ დაზოგავდნენ. ზარი უფასოა, დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ. და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ. ასე რომ თუ ყავთ მშობელი, ბებია, ბაბუა ან მედიკერზე მყოფი საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს რომ გადაამოწმოთ ეს. და რეკეთ ნომერზე 610 683 1333. 610 680 3333. მოდით დავიწყოთ ფულის დაზოგვა უკვე ახლა. მე მთლიანად ვუჭერ მხარს რევოლუციურ პროდუქტებს, რომლებიც მზად არიან დაანგრიონ ეს გიჟური მონოპოლიები და ისეთები, როგორიცაა New York Times-ი. გულისხმობ New York Times-მა ამისთვის უნდა გადაიხადოს, მაგრამ მოდით ვნახოთ რა სიტყვის სკოტი. და შემდეგ არის New York Times-ი, რომელმაც პირდაპირ სისხლის ცილის წამება დაბეჭდა ისრაელის წინააღმდეგ. დაწერილია ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის, სახელად ნიკოლას კრისტოფის მიერ, რომელიც სინამდვილეში მათი ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. სტატია გამოქვეყნებულია როგორც ციტატა, მოსაზრება. მასში წყაროებად მოყვანილია დისკრედიტებული პრო-ჰამასის მხარდამჭერი ადამიანები. ეს ჩვეულებრივი ბინჟური მასალაა, რომელიც ჰამასის ტერორისტების დასაფარადაა დაწერილი. ამ New York Times-ის სტატიაში კი წერია: ბრალდება თითქოს ისრაელმა ძაღლები პალესტინელების გაუპატიურებისთვის გაწუხტნა. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო. New York Times-მა პირველ გვერდზე დაბეჭდა მოსაზრებითი სტატია, რომელშიც ანონიმური, დაუდასტურებელი და დაუმოწმებელი ბრალდება იყო. თითქოს ისრაელმა ძაღლები ადამიანების გაუპატიურებისთვის გაწუხტნა. ფიცვდებ ამ ეტაპზე ისინი უბრალოდ ჩვენს ნაცვლად აკეთებენ ბინძურ საქმეს. თითქოს ჩვენ აღარ გჭირდება მათი დისკრედიტაცია. ისინი თავადვე ძალიან ცუდად იქცევიან. New York Times-ის და სხვა მედია საშუალებები ამას ისე ამტკიცებენ, თითქოს გონიერ ადამიანს მართლა შეიძლება დაუჯეროს ასეთი რამ. ეს ჩემთვის სასაცილოა. თითქოს მადლობა მათ. საბოლოოდ მადლობა რომ გვიდასტურებთ რომ მართლები ვართ. თქვენ პირდაპირ ჩვენს ნაცვლად აკეთებთ მთელ ბინძურ საქმეს. მაგრამ მინდა ეხლა განვიხილო ის ბრალდებები, რომლებიც წამოაყენეს და აუხსნა რატო არის ეს ყველაფერი სრული სისულელე. ამის ხმამაღლა თქმა სულელად მაგძნობინებს თავს. ეს მოსაზრებითი სტატია დაიბეჭდა ერთი დრით ადრე, ვიდრე უნდა გამოქვეყნებულიყო ანგარიში ჰამასის მიერ ჩადენილ დადასტურებულ სექსუალურ სისასტიკეზე. რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო კომისიამ, რომელმაც მოამზადა ეს დადასტურებული ანგარიში, მიმართა New York Times ჰამასის სექსუალური სისასტიკეების შესახებ თავისი მიგნებებით. New York Times-მა თქვა: არა, მადლობა. ამ მტკიცებულებით არ ვარ დაინტერესებული. New York Times-მა იცოდა, რომ ეს ინფორმაცია მალე გახდებოდა საჯარო და იცოდა, რომ ეს ამბავი ჰამასისთვის ძალიან ცუდი საშინელი იქნებოდა. მაშ წინა ღამეს რა გადაწყვიტეს მათ? დაბეჭდეს ეს სისულელე ნიკოლას კრისტოფისგან. უბრალოდ სრული ნაგავია. კარგი, მოდი უბრალოდ გადავხედოთ ამას ერთი წამით, კარგი? ვაი. ეს არის Honest Reporting-ისგან, რომლებიც ხშირად შესანიშნავად ხსნიან ყველაფერს. მაშასე New York Times-მა გამოაქვეყნა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბრალდება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ ისრაელის წინააღმდეგ. სისტემური სექსუალური ძალადობის ბრალდებები. მათ შორის უცნაური ამბავი სტაფილოზა და სპეციალურად გაწურთნილ ძაღლებზე გაუპატიურებისთვის. ჩვენ ვამოწმებთ წყაროებს. რაც ვიპოვეთ, ეს არის ჟურნალისტური, პროფესიული დარღვევა. არ არსებობს. ჯერ სამიელ საი, რომელსაც ნიკ კრისტოფი წარადგენს როგორც ფრილანს ჟურნალისტს, მაგრამ New York Times-ი ამას არ გეუბნებათ. ელსაის დიდი ხანია აქვს ტერორისტების ქება სოციალურ მედიაში. კრისტოფი აღწერს საზარელ დეტალებს ღებინებაზე, სისხლზე და გატეხილ კბილებზე და აძლევს ელსაის საშუალებას განაცხადოს, რომ ის დააკავეს, რათა ზეწოლა მოეხდინათ და ინფორმატორი გაეხადათ. რეალურად ელსაი უკვე იყო ციხეში 2016 წელს წაქეზებისთვის, ხოლო მისი 2024 წლის დაკავებაც ისევ წაქეზების გამო მოხდა. ამის მიზეზს მისი საკუთარი Facebook-ი ხსნის. ელსაიმ თქვა, რომ მას თხოვეს გამხდარიყო ისრაელის დაზვერვის ინფორმატორი და სჯერა, რომ მისი ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებისა და პატიმრობის მიზანი იყო ზეწოლა, რათა დათანხმებულიყო, რადგან ის ამაყობდა თავისი ჟურნალისტური პროფესიონალიზმით. მან თქვა, რომ უარი თქვა. მას შემდეგ რაც კამერაში ჩააგდეს, დაასკვნა, რომ ადგილი, სადაც გააუპატიურეს, ადრე უკვე გამოყენებული იყო, რადგან იქ იპოვა სხვისი ღებინება, სისხლი და დამთვრეული კბილები. კარგი, მესამე. 2023 წლის მარტში ელსაიმ გამოაკვეთნა პოსტი ამირ აბუკაჯზე და მას ჩვენი წამებული პრინცი უწოდა. აბუკაჯი უბრალოდ შემთხვევითი მსხვერპლი არ იყო. ის იყო ტულქარიმის ბატალიონის დამფუძნებელი და ლიდერი, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც მრავალი სასიკვდილო თავდასხმის უკან იდგა, მათ შორის 30 მაისის შემთხვევა, როცა ისრაელის მოქალაქე და სამოქალაქო პირი ჰამეშთან ახლოს მოკლეს, ერთი ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი მოკლეს და 10 დაიჭრა, 4 ისრაელის ჯარისკაცი მოკლეს, 1 ჯარისკაცი მოკლეს, მეორე მძიმედ დაშავდა. ჩვენიერი ადამიანი ჩანს. 2023 წლის დეკემბერში, მისი დაპატიმრებიდან მხოლოდ 2 თვით ადრე, ელსაიმ გამოაკვეთნა ვიდეოები და ფოტოები, სადაც ნურშამის ბანაკში შეიარაღებულ მებრძოლებს ზეიმობდა.
16 დეკემბერი ნუშამის ბანაკის მთვარეები აჩვენებს ტერორისტებს ტაქტიკურ აღჭურვილობაში. კარგი? ისევ ისინი ენდობიან სანდო ჟურნალისტების სიტყვებს, რომლებიც სინამდვილეში უბრალოდ ტერორისტები არიან. 2023 წლის 8 ოქტომბერს ხოცვაჟლეტის მეორე დღეს ალსაი ტრიუმფით წერდა მწვანე დროშაზე, რომელიც ფრიალებდა დასავლეთ სანაპიროზე მისი დამპყრობლის ბანაკებსა და ტანკებზე და ამშვენებდა გმირი მებრძოლების შუბს. იმ დროს, როცა ისრაელები ჯერ კიდევ ითვლიდნენ თავიანთ დაღუპულებსა და გატაცებულებს, კრისტოფის ჟურნალისტი სოროსი ღიად ადიდებდა 7 ოქტომბრის თავდასხმებს, როგორც გმირ მებრძოლებს ჰამასის დროშის ქვეშ. New York Times-მა ეს დაინახა, დამალა თუ უბრალოდ არასდროს დაინტერესებულა, ეს ფაქტი სტატიაში არ ჩანს და ნებისმიერი ვარიანტი სერიოზულ ჟურნალისტურ ჩავარდნად ითვლება. დიახ, უნდა უთხრა ხალხს, თუ ის ადამიანი, რომელსაც ციტირებ, ტერორისტია, როგორც არ უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან თავისი ძალადობის ისტორია ორ ვერსიად მოყვა. 2025 წლის დასაწყისში მან ბაცამს დეტალური ჩვენება მისცა თავისი დაკავების შესახებ. სამმა მცველმა ძირს დააგდო და რაღაცა მყარი ნივთი უკანატანში ჩაასვეს. ეს 6-ჯერ გაიმეორეს, შემდეგ რაღაცა სითხე დაასხეს უკანალზე, იცინოდნენ, ხუმრობდნენ, სცემდნენ და ფეხებს უთყამდნენ. ეხლა New York Times-ის სვეტში ამბავს მოულოდნელად ახალი კინემატოგრაფიული ელემენტები დაემატა. ძველი ხვირის, მომეცით სტაფილოები და თითქოს სტაფილოს იყენებენ. ვიღაც ებრაულად ამბობს, ფოტოები არ გადაიღოთ, დეტალი, რომელსაც ახლა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაიგო. ქალი მცველი მას ხელს კიდებს და ამბობს, ესენი ჩემია, შემდეგ კი უჭერს. უცნაურია. მცველი ჩერდება, რომ სიგარეტის შესვენება გააკეთოს, სანამ ის სისხლში წევს. მოგვიანებით ის აღმოაჩენს სხვა ადამიანების ღებინებას, სისხლს და გატეხილ კბილებს. რატო აკლია მის პირველ ჩვენებაში ეს განსაკუთრებულად კონკრეტული ტრაუმული დეტალები, სტაფილოები, ქალი მცველის დიალოგი და ებრაული გაფრთხილება კამერაზე. ეს ისეთი დეტალები არ არის, რომ მსხვერპლმა როგორმე დაიმიწოს. სტატიაც დიდად ეხრთნობა ხებრონის აქტივისტის ამროს, მაგრამ მისი ისტორიაც დროთა განმავლობაში შეიცვალა. ამრომ თქვა, რომ ის იყო, სად არის ეს? ამრომ თქვა, რომ მას სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ 10 საათიანი დაკავების დროს. და ეხლა ის უკვე წარმოდგენილია, როგორც სექსუალური ძალადობის უკვე დადასტურებული მსხვერპლი, რომელიც თითქოს ფართო სქემაშია ჩაწერილი. არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება მუქარიდან უდავო მსხვერპლამდე. ყოველგვარი განმარტების გარეშე, თუ რა შეიცვალა, როდის ან რატო. რომელი ვერსია მართალი? კრისტოფი ამას არ გითხულობს. შემდეგი პრობლემა. სტატიის მტკიცებულება, რომ არსებობს ისრაელის სექსუალური წამების პოლიტიკა, ძლიერ ეყრდნობა ადამიანის უფლებების მონიტორინგის ორგანიზაციის ციტირებას. თითქოს ეს იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი. რეალურად ევრომედის ხელმძღვანელობას დოკუმენტურად აქვს კავშირები ჰამასთან და დიდი ხნის განმავლობაში აკეთებს უკიდურესად დაუდასტურებელ ბრალდებებს ისრაელის წინააღმდეგ. 2024 წლის ივნისში მან კიდეც განაცხადა, რომ ისრაელი ძაღლებს ასწავლის პატიმრების გაუპატიურებას. იგივე საზარელი ცილისწამება გაიმეორა კრისტოფის სტატიამაც. არ არსებობდა არანაირი სანდო მტკიცებულება რაიმე სისტემური პროგრამის შესახებ, სადაც ძაღლებს გაუპატიურებას ასწავლიან. და ძაღლების ბიოლოგიისა და ქცევის მიხედვით, აღწერილი მოვლენა თავისთავად დაუჯერებელია, როგორც განმეორებადი, კონტროლირებადი პრაქტიკა. კარგი? ძაღლების გაუპატიურების ბრალდებაზე კრისტოფი ავტორიტეტად შეელ ბენეფრაიმსაც კი ასახელებს. იგივე ბენეფრაიმი, რომელმაც UCLA დატოვა, მას შემდეგ რაც არასრულწლოვნების მიმართ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული სექსუალური შევიწროების მრავალი ბრალდება წაუკანეს. შემდეგ კი წარუმატებელი აკადემიკოსობიდან გადაეწყო როგორც გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი, ჰუმანიტარული აქტივისტი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე უკვე ძნელია ეს კანონზომიერება ვერ შეამჩნიო. თავარი წყაროები, რომელთა საჯარო სოციალური მედიის ისტორიებიც ახლა ტერორისტული ჯგუფების ღია მხარდაჭერას აჩვენებს. ამბები, რომლებიც დროთა განმავლობაში სულ უფრო სკანდალური ხდება. ძლიერი დამოკიდებობა ხულება ჰამასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებსაც აქვთ დაუდასტურებელი და გადამეტებული ბრალდებების ისტორია. და ყველაზე სენსაციური მტკიცებები ანონიმურ ჩვენებაზეა დაფუძნებული, რომელთაც არანაირი მტკიცებულება არ ახლავს. ბიჭებო, ეს ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ როგორც იცით, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ანტისემიტიზმი და ეს სისხლის ცილისწამებები უბრალოდ მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ იქცევიან და რას აკეთებენ თავად ეს ადამიანები. მიზეზი, რის გამოც მათ შეძლეს, რომ ცხოველები და გაუპატიურებები ერთ-ამბად შეერწყათ და ეს ყველაფერი ებრაელებს დააბრალონ, ისაა, რომ თავადვე აკეთებენ ასეთ რაღაცებს. არა კრისტოფი, არამედ აშკარად ეს ფსიქოისლამისტი ტერორისტების მოყვარულები. ხები, ძაღლები, ყველაფერი ერთია. ფიქრობ ეს კარგი სიცილი იყო, ცოტა სამწუხაროა, ცოტა სავალალოა, რომ ამ ეტაპზე ისინი ამ სისხლის ცილისწამებების გავრცელებას ცავცეთ ცდილობენ. მაგრამ ეს უკვე აბსურდულ ზღვარს აღწევს. ყოველ შემთხვევაში, მადლობა ყურადღებისთვის.